არის ძალიან ძველი სახლი, არის ძალიან ძველი ქუჩა, არის ძალიან ძველი უბანი და თვითონ ეს კონცეფცია და ეს თბილისური რაღაცა მეგობრული თავისებური არის რაღაცა სული გვინდოდა რომ შეგვენარჩუნებინა და მიგვეწოდებინა სტუმრებამდე, მიგვეტანა, ხო, ალბათ სწორი იქნება ეს. რესტორანი ელენე დარიანი არის პავლო იაშვილის ქუჩაზე. და ეს არის ძალიან სიმბოლური, რადგან პირადად ჩემი სუბიექტური აზრით ელენე დარიანის 14 ლექსი არის პავლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის ერთობლივი ნამუშევარი. ყველაზე დიდი რაღაცა რაც არის ეს მოგზაურობა რა, ანუ როგორც თუ არ ვიცი რა, მუსიკოს შეიძლება რაღაცა ინსტრუმენტი იზიდავდეს რაღაც კონკრეტულ პერიოდში. იგივენაირად არის მზარეული, თქვენია და რაღაცა ინგრედიენტი არის აი მომენტში, რომელზეც ის რაღაცა პერიოდი მქონდა, რომ აი ლეღუი პერიოდი მქონდა და ეს უიცვლება და სულზე დადა. ანუ რაღაც კონკრეტულად საყვარელი კერძი არ არსებობს, მაგრამ მგონია რომ აი ეხლახანს რახან გავიხსენით, თვითონ ადგილიც გაძლევს ამ მიმართულებას. ამ ეტაპზე მგონია რომ ძალიან ეს თათარბერაკი გახდა ელენე დარიანის ერთ-ერთი ესეთი რაღაცნაირი ხაზგასმა, რომ ეს აქ არის და სხვაგან არ არის და ყველას დაამომწონს და მგონია რომ რაღაც მიმართულებით ამით ვიმუშავე ქართული პასტის შემოტანა რაღაცა ფორმით ძალიან საინტერესო იქნება, მგონი ყველასთვის და ჩემთვის. მე მინდა რომ აქ მოსულმა სტუმარმა მხოლოდ არ ჭამოს და არ სვას და რაღაცა მეტი წაიღოს ამ სივრციდან, რაღაცა კულტურული წაიღოს, რაღაცა ინფორმაცია წაიღოს, რაღაცნაირი ემოცია წაიღოს აქედან და ისე წავიდეს და ხუნძლული ემოციებით.